ეს ლოკოკინის ერთ-ერთი სახეობაა. ისიც ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ფერებით გამორჩეული არსებაა ზღვის ბინადართა შორის. საკმაოდ ლამაზი და საინტერესო დიზაინი გააჩნია. გარდა ამისა, სხეული ძალიან რბილი აქვს და დამცავი ჯავშანიც არ გააჩნია. ის ბევრი მტაცებლისთვის მიმზიდველია, მაგრამ მისი მკაფიო ფერები მის ძლიერ შხამიანობაზე მეტყველებს. ესე იგი, ის მტრებისგან დაცულია თავისი ფერების საშუალებით. ეს არსება, რომელიც სავარცხელს წააგავს, ერთ-ერთი წყლის ჯავშნოსანია. თუ შეამჩნიეთ, მისი ჯავშნის სიგრძეზე ჩამწკრივებულია პატარ-პატარა ლურჯი წერტილები. ეს მხოლოდ მისი მორთულობა არ გახლავთ. ამავე დროს, თითოეული მათგანი მისი თვალია. მხოლოდ 1 მილიმეტრის ზომის ეს თვალები ძალიან მცირე ზომის მიუხედავად იცავენ თავიანთ პატრონს მტრებისგან. გამჩენ ღმერთს ყოველი ცოცხალი არსება მისი საცხოვრებელი გარემო შესაბამისად გაუჩენია. ეს ცხოველები, რომლებიც აქ განვიხილეთ, მის უზადო ნიმუშებს შორის რაღაც მცირე ნაწილია. ის ერთადერთი შემქმნელია და ყველაფრის მაკონტროლებელი. და რა არის ღმერთი თვინიერ ალლაჰს და ალლაჰი იგია ჭეშმარიტად დიდებული და ბრძენი. თუ გიფიქრიათ საერთოდ, ერთი და იგივე მიწითა და წყლით მყვებავი მცენარეები, როგორ ხდება, რომ ამდენ ნაირფერადი სახით გვევლინება? მცენარის რომელიმე სახეობა, სადაც არ უნდა წავიღოთ, დედამიწის რომელ კუთხეშიც თავის თვისებას ინარჩუნებს. მაგალითად, დედამიწის ნებისმიერ ადგილზე ფორთოხლისფერი ერთი და იგივეა. აგრეთვე არ განსხვავდება ფორმა და აგებულებაც. ნაყოფიც ერთნაირია თავისი არომატით და შაქრიანობით. ბანანი დედამიწის ყველა კუნჭულში, სადაც ხარობს, ერთნაირად ყვითელია, ბალი წითელია და ასე შემდეგ. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ბუნებრივი მარწყვის ფერი ერთი და იგივეა. დედამიწის ნებისმიერ ადგილზე მარწყვის დნმ-ში ერთი და იგივე თვისებებია ჩადებული. მარწყვის ფერი, სუნი, გემო განუსხვავებელია. ვაშლი შეიძლება იყოს წითელი, მწვანე, ან ყვითელი თავისი პრიალა კანით. ეს ხომ შეუდარებელი სისტემაა. რა თქმა უნდა, უაზროა იმის მტკიცება, რომ ეს ყველაფერი თავისთავად შემთხვევითობის შედეგად ჩამოყალიბდა. მთელი ქვეყნიერების ბატონ პატრონი, შეუდარებელი ხელოვანი და უდიდესი შემოქმედი ღმერთია. ღმერთი ყურანში მიწიდან სხვადასხვა მცენარის აღმოცენებას ასე ახსენებს. და მიწაზე ერთმანეთის მეზობელი ნაკვეთები და ვენახებია და ნათესებია და ფინიკის პალმებია ერთი ფესვიდან და რამდენიმე ფესვიდან, რომელიც ერთი წყლით საზრდოობენ. ხოლო ჩვენ ჭამისას ზოგ მათგანს ვამჯობინებთ მეორეს. ჭეშმარიტად ამაშია სასწაულები ადამიანებისთვის, ვინც შეიგონებს. დედამიწაზე მცენარეთა მრავალფეროვნება და ბუნების სილამაზე ადამიანის სულიერი სიამოვნებისთვის არის გაჩენილი.
დედამიწაზე 100,000-ობით ყვავილი ხარობს და თითოეულ მათგანს მისთვის მახასიათებელი თვისებები გააჩნია. მაგალითად, იისფერი და ფოთლების სინაზე. აუწერელი სილამაზის სურნელოვანი ვარდი, ან კიდევ მიხაკი, შეუდარებელია. მიუხედავად გამხმარი მიწიდან აღმოცენებისა, რაოდენ მრავალფეროვანია ეს ყვავილები, ეს ხეები, ეს ბალახები თუ ხილი. ამას მხოლოდ ერთადერთი ახსნა აქვს. ეს ღმერთის ყოვლის შემძლეობის და უმაგალითო გაჩენის უნარიანობის მტკიცებულებაა. ეს ყველაფერი მან ადამიანს უწყალობა. ჩვენი მოვალეობა კი ამ ყველაფერზე დაფიქრება და გამჩენის მიმართ მადლიერების გამოხატვა. ყურანის ერთ-ერთ აიათში ღმერთი ასე ბრძანებს. და რაც მიმოფანტა მიწაზე სხვადასხვა ფრად, ჭეშმარიტად ამაშია სასწაულები ხალხისთვის, ვინც გულისხმა ჰყოფს. დედამიწის ზედაპირზე არსებული ყველა ფერის, რისი დანახვა შეგვიძლია, ყველა იმ სილამაზის, ნაირფერადი პეპლების, ვარდების, იების, მოხატული თუთიყუშების, ფარშევანგების, მოკლედ ამ ყველაფრის შემთხვევითობის შედეგად წარმოშობა და ჩამოყალიბება გონიერი ადამიანის საქმე არ არის. ეს ღმერთმა გააჩინა ისინი ყველა იმ თვისებით. გონიერი და სინდისიერი ადამიანი გარემოს თუ დააკვირდება, უმალ მიხვდება ყველაფერს. რადგან ღმერთს ეს ყველაფერი იმისთვის შეუქმნია, რომ მასზე დაკვირვებით ის შევიცნოთ და მასზე ვიფიქროთ. ადამიანის მოვალეობა კი ისაა, რომ ამ ყველაფრის შემოქმნაც მიუახლოვდეს და მისთვის მისაღები ცხოვრების წესით იცხოვროს. იგი თქვენი უფალი, არა არს ღმერთი თვინიერ მისსა, ყოველივე შემოქმედისა და თაყვანსა სცემდეთ მას და იგია ყოველივეს ქომაკი.